თბილისში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გაიხსნა. ინიციატივის ორგანიზატორი თბილისის მუზეუმების გაერთიანება. გუშინდელ ღონისძიებებს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურმა მუზეუმმა უმასპინძლა, სადაც არაერთი შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა. სპეციალურად მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც ნიჭიერთა 10 წლედის საბავშვო ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმების კვირეულს 25 მაისს საგანმანათლებლო პროგრამა საკარნავალო ნიღბები დახურავს. მუზეუმის საერთაშორისო დღეს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ტრადიციულად ხდება განსაკუთრებულად ამ კვირეულის ფარგლებში ყოველდღიურად ტარდება საგანმანათლებლო პროგრამები, ვორქშოპები, საფეხმავლო ტურები. ჩვენ ამ აქტივობებს ვთავაზობთ უფასოდ. ჩვენი ინტერესია, რომ საზოგადოების მუზეუმისადმი დამოკიდებულება და მათი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი შეუერთდა მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს. წლევანდელი თემა გახლდათ მუზეუმების მომავალი სწრაფად ცვალება საზოგადოებებში. ძალიან ბევრი მოხალისე ჩაერთო და მუზეუმის დამთვალიერებლებს და ვიზიტორებს საშუალება მიეცათ, რომ დღის განმავლობაში შექმნით ჩანახატებს შემდეგ მუზეუმის ღამის ფარგლებში გაცნობოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოგვიწია დაკვრა. ძალიან დადებითი ემოციებით აღმავსო ამ გარემომ. ჩვენ შევასრულეთ ნაწარმოებები, რომელიც დაყოფილია ორ კატეგორიად, ასე ვთქვათ, ორ ნაწილად. ბაროკოს დროინდელი ნაწარმოებები და შემდეგ კინომუსიკა.